მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს, მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. დღეს წარმოვიდგენთ 13-19 აპრილის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზს და პირველში გავითვალისწინებთ, რომ დედამიწა უკვე გადადის პოზიტიურ ენერგოველში ამ კვირიდან, რაც ძალიან კარგია. ეს გაუმჯობესებს ურთიერთობებს, ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, ხელშეუწყობს მეტად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იდეების რეალიზაციას და სასიკეთო სხვა ასევე ცვლილებებს. Აღნიშნოთ ისიც, რომ პლანეტა მერკური 15 აპრილს უკვე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს შეზღუდვების ინტელექტის მმართველი პლანეტა, რაც უფრო მეტად გაამახვილებს გონებამახვილობას, კომუნიკაბილურობას ადამიანებს შორის. თუმცა ასევე განავითარებს კამათისადმი მიდრეკილებას. 17-ში კი ჩვენ გვაქვს პარასკევს ახალ მთვარეობა. ახალ მთვარეობას უნდა ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ზის და მთვარის შეერთების დღე და მათი ენერგიები ქმნიან პრობლემებს. ამიტომ გარკვეულწილად პარასკევი გავიაროთ მშვიდად. არავითარი კონფლიქტები, პროვოკაციებს არ აღვყვეთ, არავითარი ახალი იდეები, პროექტები აქ არ დაიწყოთ, ხელშეკრულებები არ დადოთ, მოლაპარაკება არ აწარმოოთ. ერთ ტრამულაური ტენდენციებიც აქ მატულობს. ამიტომ 17 რიცხვი პარასკევი აპრილისა გავიაროთ მშვიდად. დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. და რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ყველა იგრძნობს უკვე დადებითი ენერგოველის ზეგავლენას. აი დავიწყოთ მაგალითად ვერძით. ვერძებო, თქვენი დროა. რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ, იმიტომ რომ პლანეტების ენერგია გაძლევთ საშუალებას ვიყოთ ზე აქტიური, ზე ენერგიული, ზე წარმატებული, ფრიატივლიანი, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მაღალია. მთავარია თავში არ აგივარდეთ. აი ეს ენერგიები და ეს წარმატების ეიფორიული ფაქტორები, აი თუ ამას ვთქვათ კონტროლს შეძლებს, ამ მხრივ პერიოდი იქნება ფრიად ასამახსოვრებელი, მეტად წარმატებული. აქ უფრო რეალურად შეძლებს სიტუაციების შესწავლას და მათ გათვალისწინებას, როგორც საკუთარი ასევე სხვისი შესაძლებლობებისა. აქ როგორც ბიზნეს საქმიანობაში, ასევე შემოქმედებითი კუთხით იქნებით ფრიად წარმატებული, ძალიან საინტერესო ახალი მოულოდნელი შეიძლება იდეები წარმოიქმნას და ეს ამ იდეების რეალიზაცია წარმატებასაც მოგიტავდა ფინანსურადად გაზლიარდებით თავისთავად. ამასთან ერთად რეორგანიზაცია შეიძლება მოახდინოთ თქვენ საქმეებში, რაც იქნება ასევე მეტად სასიკეთო. ავტორიტეტი თქვენი საგრძნობად გაიზრდება საზოგადოებაში და კონკურენტულ ბრძოლაშიც გაემარჯვეთ. გინდათ გზავრობა, მოგზაურობა, გინდათ ბიზნეს სფერო, გინდათ პირადი სასქესო ურთიერთობები, ყველა სფეროში ხარ წარმატებული. ამიტომ რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედეთ, რათა ეს პოზიტიური შანსები ამ კვირისა მაქსიმალურად გამოიყენოთ. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 16 აპრილის დღე და რიცხვი და არ ვარგათ 13-18 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნებს, აუდევლებს კუროები ცოტა გამოცოცხლებიან უკვე ამ კვირიდან, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს. ამიტომ ცოტა უფრო მეტად მოგემატება ჯანი, შრომის უნარიანობაც ნაკლებად დაიღლებით, მაგრამ ეს პერიოდი მაინც ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ ფარო მწრებს, ჭორებს, ინტრიგებს არ ძინავ. ჯერ კიდევ ეს ყველაფერი ზურგს უკან მოქმედებს, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება მაინც ზურგს უკან. ენოსკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავეთ, ზედმეტს ვილაპარაკებთ თქვენი გეგმების და სურვილების შესახებ, თუმცა ის რომ საცოცხლო პოტენციალი უმჯობესდება, ეს ხელშეუწყობს ფსიქოემოციურ სტაბილურობასაც კი და უფრო ადვილად დაიცავთ ამიტომ თქვენს იდეებს, უფრო ადვილად დაიცავთ თქვენს ბიზნესს. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ შეიძლება ასევე დაცვის ფორმით უკვე გამოიყენოთ თავდასხმაც კი და იქით გააკრიტიკოთ კიდევ ადამიანები და მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი პოზიციები, აი ეს ტენდენციაც არის. თუმცა მაინც ვეცადოთ, რომ აქ ჯერ ახალი რაღაც სარისკო განსაკუთრებული არ დავიწყოთ. ეს უფრო მოსამზადებელი პერიოდი ამის შემდეგი კვირისთვის, როდესაც უკვე მზე გადავა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და უკვე თავარი წარმატებული ნიშანი გახდებით თქვენ. ამიტომ ეს კვირას გავიაროთ მაინც უფრო მშვიდად და წინ დახედოთ. მაგრამ უკვე ის რომ უკეთესია წინა პერიოდისგან განსხვავებით, ეს კვირა ეს უდავოა. ყველას კარგია თქვენთვის 15-19 აპრილის დღეების რიცხვები და არ ვარგა 17 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებო პრინციპულისა ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, კონტაქტურია. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას უკვე გონებამახვილობა მოგცემთ ძალიან საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობასთან, ინიციატივის გამოვლენის ძალიან კარგი უნარი გაქვთ. თქვენი მოქმედება ზოგჯერ წიას არ განსაზღვრული შეიძლება აღმოჩნდეს. აქ შეიძლება მოულოდნელი გადაწყვეტილებები მონახოთ რთული საკითხებისა და ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს სწავლას, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას,
აქ სწორად გამოიყენებთ თქვენს დაუშვათ კონტაქტებს სხვა ადამიანებთან და სხვათა შორის რეფორმების დრო. ახალი მეთოდოლოგია შეიძლება დაანერგოთ საკმაოდ კარგად. ახალი ვარცხნილობა შეიძლება, ახალი ტანსაცმელი შეიძლება, ახალი მეგობრული წრე შეიძლება, ახალი ნაცნობობა, მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან. აქედანაც მიიღებთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას, ამიტომ სიახლეების დროა შეიძლება მოკლედ ვწოდოთ ასე ამ პერიოდს. ყველას კარგია თქვენთვის 16 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 13-18 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხებებო უკვე უკეთეს პერიოდია უდავოდ თქვენთვის, უფრო მშვიდია, ენერგოტონუსის ნელ-ნელა მატულობს, ანუ ჯანმრთელობაც უფრო სტაბილური ხდება. აქ წარმატების ფაქტორი კარიული კუთხით უფრო მეტია, აქ შეიძლება მხარდაჭერა მიიღოთ მათ შორის გავლენიანი პირებისაგან, რაც ასევე იქნება მეტად მნიშვნელოვანი და შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ საქმეებში, მათ შორის ფინანსური კუთხითაც რაღაც თანდათან სასიკეთო შესაძლებლობები გამიჩნდება, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, ესეც მეტად ხელს შეუწყობს თქვენს კარიულ განვითარებას და ამავდროულად წინსვლას. თუმცა, ყველაზე კარგი იქნება მაინც ამის შემდეგი კვირას განახორციელოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ესეთი გრანდიოზული იდეები. 14-19 აპრილის დღეები ყველაზე კარგია, 16 აპრილი არ ვარ გადაარჩენ დღეები წარმატების კუთხით საშუალო. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ძალიან კარგი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ რაც შეიძლება მეტად აქტიურეთ, ინიციატივა გამოავლინეთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ. ეს პერიოდი, რომლისთვისაც რაც შეიძლება მეტი კონტაქტები უცხოელებთან, მგზავრობა, მოგზაურობისთვის უცხოეთში კონტაქტი, გინდათ მივლინების სახით, გინდათ სწავლის კუთხით იქნება ძალიან ნაყოფიერი. იქაც შეიძლება გაიცნო ესეთი ადამიანები, რომლებთანაც ერთად მერე პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, გაფართოვდება თქვენი საქმიანი კავშირები. ეს პერიოდია, რომელიც მატერიალური კუთხითაც კი უკვე სასიკეთო ტენდენციების მატარებელია და სულიერი ერთიანობა პარტნიორებთან შეიტანს საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ოპტიმიზმი მოემატებს თქვენში, რაც დაგეხმარებათ ასევე იღბლიანობის დაში და წარმატების მიღწევაში, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე პირადული, ერთ სიტყვით საკმაოდ კარგი პერიოდი, ამიტომ იაქტიურეთ. ყველას კარგია თქვენთვის 16 აპრილის დღე და რიცხვი და არ ვარგათ 14-18 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება, აქ ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, თქვენი ასე ვთქვათ შრომის უნარიანობაც მატულობს, თავდაჭერა ძლიერდება, მოთმინება, ეს გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ ემოციურ ასე ვთქვათ გარკვეულ გადაღლასაც გაუძლეთ ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი არჩევანი გააკეთოთ. ეს პერიოდი, რომელსაც ავტორიტეტი თქვენი აშკარად მატულობს, თვითრწმენა ძლიერდება. თქვენ შეიძლება აქ საკუთარ თავში გარკვეული ახალი ნიჭი და უნარები აღმოაჩინოთ და ზეგავლენამ ვახდინოთ სიტუაციათა მსვლელობაზე. თუმცა ენოზეკბელის დაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, აქტუალური, ზედმეცნი ვილაპარაკებთ თქვენი გეგმების შესახებ და რაც უფრო მეტად დაეყრდნობით ინტუიციას, წარმატების ფაქტორი კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. ყველას კარგია თქვენთვის 13-18 აპრილის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 16 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორებს, ერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, საკმაოდ კარგი ნაყოფიერი პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს შრომის უნარიანობას, ასევე თქვენში როგორც ორგანიზატორულ მონაცემებს, ასევე შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფერო აშკარად გაფართოვდება და მოიმატებს. თუმცა ამავდროულად თქვენი ასე ვთქვათ დამოკიდებულება პარტნიორებზეც მოიმატებს, როგორც სასქვალო, ასევე საქმიანი პარტნიორები იგულისხმება. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვიანობაც მოიმატებს თქვენში და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მათი მხრიდან იგნორირება მოხდეს თქვენი ინტერესებისა. ესეც არ არის გამორიცხული, ამიტომ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ ტენდენცია არის. ამასთან ერთად თქვენს გექნებათ სურვილი, რომ გავლენა მოახდინოთ სხვა ადამიანთა, მათ შორის პარტნიორთა აზროვნებაზე, მათ მოქმედებაზე, რამაც შეიძლება ზოგჯერ ასევე გამოიწვიოს გაუგებრობები. ამიტომ ეს ყველაფერი ეცადეთ, რომ გადაიყვანოთ უფრო ტაქტიან, დიპლომატიურ ფორმაში, რათა სიხისტეს არ კონდეს ადგილი. თუ შეძლებს მშვიდობიანად მოგვარებას ეს პრობლემებისა, პერიოდი იქნება გაცილებით უფრო ნაყოფიერი და უფრო მეტად შემოქმედებითი. პარტნიორული ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს ამ ურთიერთობების სტაბილურობა თქვენს წარმატებებს ან წარმატებლობას ამ კვირაში. ყველას კარგია თქვენთვის 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-19 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მორიელის ზოდიაქოს ნიშანს, მორიელი აშკარად გამოცოცხლდება, ერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, შემთხვევა უფრო მდგრადი ხდება, შრომის უნარიანობაც მატულობს და საკმაოდ ასე ვთქვათ დიდ დროს დაუთმობთ მათ შორის საუფლისწულო საკითხების მოგვარებას, საკუთარი სახლის, ბუდის გალამაზებას, მოდი ასე ვთქვათ,
აქ შეიძლება შეცვალოთ მაგალითად ინტერიერის სახში შეცვალოთ ავეჯი. ამასთან ერთად დავნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ გარკვეული სირთულეები შეიძლება შეიქმნას თქვენსა და ახლობლებს შორის, მაგრამ მათი გადაწყვეტის ასე ვთქვათ გზები უფრო ადვილად შეიძლება მოიძებნოს. ამავდროულად თქვენ უფრო მეტად აკონტროლებთ ახლობლების და ოჯახის წევრების მოქმედებებს, რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტების ან მათი მხრიდან გარკვეული რეაქციების დაძაბულობის ფაქტორი. ამიტომ აქ ცოტა კონტროლს თუ მოუშვებთ, იქნება უკეთესი. ჯერ კიდევ ჯანმრთელობას მაინც მიაქცეთ ყურადღება არ გაცივდეთ, ამის ტენდენცია მაინც არის, მაგრამ ის რომ შეგიძლიათ უკვე მოაწესრიგოთ თქვენი ურთიერთობები, მოაწესრიგოთ თქვენი აზრები, მოქმედებები, ეს კი ამისთვის პერიოდი გაცილებით უკეთესია. ოს კარგია თქვენთვის 13-18 აპრილის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 16 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე მშვილდოსნებო პირველში პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ოპტიმიზმი სათანადო დონეზეა. აქ შეიძლება საინტერესო შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ ნაყოფიერი იქნება თქვენი კონტაქტები, ასევე ურთიერთობები, რომანტიკული კონტაქტებიც კარგი იქნება, სხვათა კულტურულ გასართობი შეიძლება მათ შორის გზავრობის ან მოგზაურობის წინაშეც კი აღმოჩნდეთ. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს კონსტრუქციულ ცვლილებებს თქვენ საქმეებში. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო და ახალი მსხვილი პროექტებიც დაიწყოთ, რაც ბევრ ამის შესწვლის თქვენს ცხოვრებაში და ამასთან ერთად როგორც ლიდერი ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, თავგადასავლებისადმი მიდრეკილება მოიმატებს, თავარია რაღაც ავანტიურულ პროექტებში არ ჩაერთოთ ამასთან ერთად. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება იქნება ფრიად წარმატებული და შვილებთან ურთიერთობაც უმჯობესდება და სასიყვარულო კონტაქტებიც უფრო ნაყოფიერი ხდება. ოს კარგია თქვენთვის 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-19 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე თხის რკას ენერგოტონუსი აშკარად მატულობს, ეს თვეში ხდება უფრო შრომისმნარიანი პერიოდი, მთლიანობაში უფრო მშვიდია, აქ ნებისყოფა მატულობს, ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ უფრო აკონტროლოთ საქმეები, ფინანსური სიტუაციები და ასე ვთქვათ შესაძლებლობები. ეს ის პერიოდი, რომელსაც პროფესიონალის მიმართულოს თქვენში, აქ შეგიძლიათ სხვა შორის მატერიალური მხარდაჭერაც მიიღოთ, თუ საჭირო იქნება, როგორც ახლობლების მხრიდან, ასევე მშობლების მხრიდან. ეს პერიოდი ხელს უწყობს მნიშვნელოვან ცვლილებებს სახლში, მათ შორის შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ, შეიძლება უძრავი ქონებაც შეიძინოთ, საყოფაცხოვრებო პრობლემები გადაწყვიტოთ და ამით კიდევ უკეთესად იუზნოთ თავი. ყველას კარგია თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 14-18 აპრილის შუალედს და არ ვარგათ 16 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე მერწყულები საკმაოდ კარგად იზრდებიან თავს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ ეს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ფრიად ნაყოფიერი პერიოდია მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის, შემოქმედებით ინჭისვნარის გამოსავლენად. აქ შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, სხვა შორის საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მიზანი დასახოთ და მისკენ მიმავალი გზებიც კი იპოვოთ. ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა მრავალფეროვანი კონტაქტებისა, შეხვედრებისა, საინტერესო მოლაპარაკებებისა, საინტერესო ახალი პარტნიორული თანამშრომლობისა უდავოდ არის. აქ უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება მნიშვნელოვანი დროული გზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი ეს პერიოდი მეტად ნაყოფიერია. ყველას კარგია თქვენთვის 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 14-19 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ეს კვირა უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება აქ სხვა შორის შემოსავალიც მიიღოთ გარკვეული თქვენი მოქმედებისგან, შეიძლება ადრეული საქმეებისგანაც კი ამ პრემიების ბონუსების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ გარკვეულწილად ინტუიციაზე დაყრდნობით, რომელიც იზრდება, იმოქმედოთ და უფრო სწორი არჩევანს გააკეთოთ. სხვა შორის ნდობის ფაქტორი თქვენსა და რეგულარულ ადამიანებს შორის მატულობს. თუ იმოქმედოთ პრინციპით 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერ იქნებით ხილი წინ დახედული ამღრივად პერიოდი კარგია და ძალიან კარგად შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებით ინიჭისვნარის გამოვლენა. ანუ აქ აშკარად ენერგოტონუსიც მატულობს. ფსიქოემოციური სტაბილურობაც მაღალია და უკვე ნელ-ნელა შეგიძლიათ მოემზადოთ ძალიან საინტერესო იდეების, პროექტების რეალიზაციისა და საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობისთვისაც. ყველას კარგია თქვენთვის 15-19 აპრილის დღეები და არ ვარგა 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი, რომელიც ცოტა მშვიდად და ფრთხილად უნდა გავიაროთ. და არჩევანი დღეები წარმოდგების კუთხით ნეიტრალურია. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.